მშვიდობისა მეგობრებო, ყველას მოკითხვა ბედნიერება და როგორც ყოველთვის კარგი განწყობა. ჩვენ გუშინ ხოვთქვით რომ ლას ელ-პასოში უნდა გავჩერდეთ მეთქი, მაგრამ რომ დაგვიბნედა ცოტა აქით მიდამოებში გავჩერდით და ამე გავათენეთ. ეხლა შაშველება მოგეცემა, შევიდეთ უკვე ელ-პასოში, გუშინ რასაც ყვებოდი, რომ მარჯვენა მხარეს არის მექსიკა, ეს ფაქტობრივად უკვე მექსიკაა, ეგ საზღვარი უკვე 1 კილომეტრი, 2 კილომეტრი უკვე საზღვარი მიუყვება. აქეთ ამხარე ამერიკაა და შევართ ეხლა თვითონ ელ-პასოში. ეს ქალაქი არის ასე ვთქვათ ნიუ-მეხიკოს შტატის, მექსიკის და ტეხასის გადაკვეთ. ეს საკინიზო ქალაქი იყო და სადაც კინიზა და განვითარდა იყო, ეს კინიზა რო ვითარდებოდა ეს ისლამოსმა რო იყო თვითების და ეკონომიური მოძრაობა რო იყო, ეს თავისთავად ეს ქალაქი განვითარდა უბრალოდ დღესაც ახლა რომ მოусმინოთ განვითარებადი სულ რეკლამას აკეთებენ რომ საუნივერსიტეტო ქალაქია, კულტურა ვითარდება, თეატრები, ოპერა და ასე შემდეგ, მაგრამ ვერაფერი ვერ მოუხერხეს ამ ნარკოტიკებს და აი გუშინაც პატარა ასეთი ინციდენტი მომივიდა ინციდენტი რა რომ დავდექი ტრაქსტოპია იქა ერთი ქალბატონი მოვიდა არ გეკონო პეპელა ქალბატონი ასე მექსიკური ტიპის და თვალს მიკრავს ატყერი ვა ეხლა ისეთი პეპელა ქალბატონი არისო და არ გინდაო ნუ შემომთავაზა გეროინი არა მეთქი კაცო ეხლა მე რა გეროინი რა ისა და ფიაო კაცო $100 მოგცემო და წახვალ იქაო და რაღაცა არისო რა პაკეტში ქონდა და მე ამასო ცოტაო $2000-3000 გაყიდიო არა მეთქი არა არ მეწევი მეთქი და ხო კაი არ ეწევი და არ ხმარობდა წავიდა მე სხვა სკოლთან ეხლა მე ჩემი ხვეწე პაპარაცული თვისებები აბა ეხლა გადავიღებთ კი თავი შევიკავი იმიტომ რომ შემომჩნიე ცოტა შორიდან იქ სუბუკი მანქანა იდგა და იქიდან კაცი იჯდა იქიდან და უყურებდა ამ იმას რა ნებისმიერ ვარიანტში უკვე გახსოვთ ჩვენ რომ ვილაპარაკეთ თამაშის წესები ყოველთვის უნდა იცოდე არავითარ შემთხვევაში ტელეფონი არც ამიღია შევძვერი ჩემ იმაში რა ქვია ოვრიქში და დაველოდო რომ იქიდან გასულიყო ერთ სიტყვით აი ასეთ იმას შევეჯახეთ რა მეგობრებო რამხელა ცდუნება აი წარმოიდგინეთ რა ესე კი მე შემეძლეს 100 ნუ მოამბობ ეხლა მე რაც გაგონილი მქონდა თვითონ მითხრა ქალბატონმა რომ $100 მოგცემ და $2000-1000 ნებისმიერ დროს გაყიდიო და ეხლა დაფიქრეთ ხო ეხლა მეცეს მოყარა ამ ხელა უგება ხო რამდენი გამოწა 200% არ 200% კი არა 2000% მოგება ამხელა ცდუნება ხო მაგრამ გამორიცხულია მე ვიცი რა არის ეს ნარკოტიკები და ხალხი ხალხი გაუბედურებული ხალხი რომ წარმოიდგენ რა რას მართავს ეს მარისა ნარკოტიკები ადამიანებს ნუ ერთის წინაშე არ ვიქნებით მართალი და არა მარტო ერთის წინაშე ნუ საშინელება ეხლა შენი შეიძლება იტყვი ზოგი იტყვი მე რა თვითონ არ დაეწყო ნარკომანს ამ ნარკოტიკების მიღება და მე რა შუაში ვარ ზოგი ხო იტყვის ამას მაგრამ რო დაფიქრე აი რამხელა ფულია ხო ეხლა მე ერთ დღეში ორ დღეში $2000 აკეთებ ხო სიტყვაზე ეხლა თუ მეტი მეყიდა რამხელა ფულია და თავისუფლად შემეძლო ეხლა სიტყვაზე 1 კილოც რო ამეყო 1 კილო არ ამგონია ეხლა ამდენი მაგრამ გრამებით რო ამეყო რასაც მე ეხლა თქვა ერთი თვე მუშაობ იმას გავაკეთებდი რაღაც 2-3 დღეში ან აქეთ ელ-პასოში ვიპოვიდი ვიღაცას ნარკოტილერს ვიცა ან ნიუ-იორკში წავიღებდი ან ლოს-ანჯელესში ჩავაბარებდი მაგრამ იქაც ხო იცით მასეც არ არის მე ჩააბარებ მაგრამ გაკონტროლებენ ეს უკვე ტექნიკური ამბავია მაგრამ ის ძირითადი აზრი რომ $100 გადაიხდი და $100-ში დაგჭირვა $2000 როგორია არ გინდა გაუზრო ამას ადლობა ღმერთს ეს შევძელი მაგრამ რამდენია რომელიც ვერ უძლებს ამ ცდუნებას და ეს უკვე სხვა თემა იქ როგორ გაყიდეს ამოხდება მე იმას ვინ აკონტროლებს როგორ აკონტროლებს და მთელი ამბავი ნუ ისეთ გამოვიდა რომ ფაქტია რომ ნარკოტიკები და ეს ვერცხლის მოყარეობა რომ მართალი ვიქნები ვერცხლის მოყარეობის ნება თავის წესები და თავისი მოქმედებებით მოქმედებს
ცოტა ხანში შევართ თვითონ ქალაქში ელ-პასოში, ეს ფაქტობრივად გარეუბანია. აი ეს ამერიკას ეკუთვნის, მაგრამ ცოტა იქით უკვე აქედან ხედავ ღობია. აი ეს კინის ღობე ტრამპმა რო გააკეთა. აქედან ცუდად აჩანს, მაგრამ ცოტა იქით შევიდე ჩინი და რო გამოჩნდება კარგად. აი ეს ადგილია ყველაზე კარგად სადაც აჩანს ეს განსხვავება, სადაც მექსიკა ერწყმის ამერიკას. ეს ფაქტობრივად ეს საზღვარი უბრალოდ კინიგზა გადის და მარჯვნივ ხედავთ როგორი დასახლება, ეს უკვე მექსიკური დასახლებაა. აჭღაფუჯა სახლები რო ამოთხომე ჭამე, ესეც ხუარესის გარეუბანია. ხუარესი დიდი ქალაქია, მაგრამ აი ეს გარეუბანი ნახეთ როგორი მიწური სახლები. აი აქედან მოდის ძირითადად ეს შემოდის ნარკოტიკები. კინიგზა და ეგერ ხედავ შავი ღობე მიუყვება, აი ბატონები, შავი ღობე, ეს არის საზღვარი, აი ყველაზე კარგად აჩანს აქ მექსიკა ამერიკის საზღვარი. აი შავ ღობეს ხედავთ, ეს არის საზღვარი, ჩვენ ადრესახად ეს კარგად გაჩვენებია. პრობლემა არ არის, ვიღაცა გადმოხდება, გადახტება, აი ეს არის მექსიკის დასახლება, როგორი სახლებია ნახეთ. და წინა ვიდეოში ვთქვი კარტერები, აი კარტერები ძირითადად აი აქედან მოქმედებენ. მარცხენა მხარე უკვე ამერიკა, ნახეთ. აი უკვე შედარებით ლამაზ სახლები და ნუ ცოტა ცენტრში შევართ იქა იქ უფრო ამერიკული სტილის სახლები და თავის ტექნიკა. ნუ ძირითადად ელ-პასოში არიან 80-85% ეს ლათინოსები, ძირითადად მექსიკელები და აქეთ ამერიკელ მექსიკელებს ეძახიან, ვინც აქ იცხოვრობს. იქით კიდე ნატურალურ მექსიკელებს. საუბრებში და ემებში ახლა ეს ძალიან ახლოს მივედი ეს სახლები როგორ არის ნახეთ და დავშოროთ ეგ. და აქეთ უბრალოდ ეს ისტორიული ელ-პასოა. არანაირი პრობლემა არ არის აქეთ გადმოსვლა. სხვათაშორის რო გადმოდიოდნენ ბაიდენის დროს ელ-პასოდან ეს არ გადმოდიოდა ხალხი, რადგან არ ვიცი, იმიტომ რომ აქ მაინც კონტროლის ქვეშაა და ეს ნარკოტიკები და ნარკოტიკების საკონტროლოს იმათი რომ მოდიოდნენ იმ ფულს არ თმედნენ ხოლმე, ვისაც უნდა გადმოსვლა და ამიტომ ყველა ერიდებოდა აქეთკენ წამოსვლას. ეს უკვე ამერიკული მხარეა, უკვე თავისი ხიდები, თავისი სიძლიერით და თავისი წარმოებებით, ბანკებით და ასე შემდეგ. ახლა მას გავიდით კიდო და კიდო გამოჩნდება იქიდან მექსიკა და უკვე თვითონ ხუარესი გამოჩნდება ეს დიდი ქალაქი. ხუარესი ეს ორ ნაწილად რო გაყვეს, ახლა ფაქტობრივად ორ ნაწილად რო გაყვეს ეს ელ-პასო. მერე მექსიკელებმა თავის მხარეს ხუარესი დაარქვეს. ხუარესი მექსიკის პრეზიდენტი იყო და დიდი დამსახურება ჰქონდა და იმის საპატივცემლო დაარქვეს იმ ქალაქს. პატარა ქალაქი არ არის 4 მილიონია. და არ გინდა რკინიგზა რო გადის ეკონომიურად ასე თუ ისე ძლიერი ქვეყანაა, მაგრამ ნუ მაინც ნარკოტიკები თავის დროს ასრულებს. არ ვიცი ხა ეს ძალიან გვიჭკეტინებს აი იქითკენ ახლა ეს ქალაქი ხუარესი მაღალი სახლები ჩაის იქითკენ. სხვათაშორის მექსიკელები ცდილობენ ეს ხუარესი განავითარონ, მაგრამ საფუძვლად არ გამოჩნდა. ზეგვიჭკეტინებს ძალიან ცუდად. რამდენჯერმე გადასული ვარ ხუარესში, მაშინ წინა ჩამოსვლაზე ცაცხლოში ვიყავით 1-2 აი ხა თავით ვიდეოს ვერ გადავიღეთ. აი ეს უკვე მექსიკის გადასახევი გზა, აქედან რო გადავუხვე გზას, ჩვეულებრივად მექსიკაში გადავხვდით. აწერია კიდევაც. Juárez, México, Mexico. აი ეს უკვე პიტაპირ მოხდები. როგორც დეტროიტში, კანადაში რო გადადიხარ, იქაც ხო ეშლება ცხოვრებს და არ ვიცი აქ ახლა შეშლია თუ არა, მაგრამ ასე პიტაპი შეგიძლია გადახვიდე თავისუფლად. ეს უკვე მაინც ამერიკათან მით უმეტეს ტექსასი, თავისი ხიდები და იმებით ძალიან ცნობილია. ტეხასის შტატში უხვად ამ ხიდების მშენებლობა, ამით სიცილიერეს ხასუსვავენ რა, რომ ტეხასი ძლიერი ეკონომიურად დიდარი შტატია და ჩვენ ხშირად აი დალასი განსაკუთრებით და სხვა ქალაქები ტეხასის. და ახლა სამწუხაროდ ვერ ვხედავ ახლა მზე უშლის აი იქიდან უკვე სულ ეს ხუარესია იქიდან ეს მაღალი შენობები.
რო გადავიღე ვიდეო ხუარეზე ყვებოდი და ერთი ჩვენი ფოლოვერი დაკავშირდა ქარბატონის სხვათა შორის და მომიყვა ის რომ ხუარეში ქონია უმაღლესი 2 წელი ცხოვრობა უმაღლესი განათლება მიღებული. ისეთი საინტერესო იყო მინდა და მეთქი შევხვდეთ მეთქი თბილისში მეთქი და რავი რატომაც არ შემხვდა ეს ქარბატონი. საინტერესო კი იქნებოდა რომ მომესმინა როგორ ცხოვრობენ იქ მაინც. და უნივერსიტეტი ქონა დამთავრებული ხელოვნება ცოდნე ვარო და ბორომდე მაინც ინფორმაცია ვერ ავიღეთ. საინტერესო იქნებოდა მომესმინა იმ ქარბატონისგან ის შტაბ-ბიჭლებები რაც მან ხუარეში გატარების ცხოვრების დროს გაატარა. აი აქაც და აი ეს ამერიკის ხარი ეს მექსიკური ეს თავის არტმურები და მთელი ამერიკული სტილის სახლები და აქეთკენ უკვე ახლა საწარმოები ეს აი როგორ განსხვავება ნახეთ აქ ყოფდა სახლები კარგად ჩამწკრივებული ეთქობა რომ არქიტექტურულ კანონებს მისდევენ და ნუ რაღაც წესრიგია აქეთ უკვე შედარებით არეულია აი ეს შოს ერთელი 100 მილიმეტრა და 5 მილიმეტრ დასახლება შორიდან და იქიდან გვიჭყიდინებს იქით ამ ხარეს და კარგი გადაღება არ გამოგვივიდა, მაგრამ ასე შემდეგ შაბათ უფრო კარგად გადავიღე. აი აზრი აღარ აქვს, წავედით. რა გავაგზავნო ჩვენი გზა. ფაქტურად ელ-პასოს დამთავრდა ეს მარცხენა მხარე და ესეც უკვე ხუარესის დავდები. ჩვენ კიდევ გავაგზავნოთ ჩვენი გზა. რაღაცნაირად გინდა კარგად გადაიღო ყველაფერი, მაგრამ არ გამოდის. ეს ფორმატი მაგის საშუალებას არ გვაძლევს. თუმცა მაინც მოიტყვიან 100%-დან ალბათ 20-25% რაღაცა აზრი გამოგვაქვს არა დანახულიდან. მე კიდევ მიხარე, იმიტომ რომ თუში რო ვთქვი რომ ელ-პასოს ხედებს გადავიღებთ, მეთქი არ მეგონა რომ დილით მოვახერხებდი და მაინც პირობა რომ შესრულდა კარგია. ცუდა თუ კარგად პირობა ხო შევასრულეთ. ელ-პასო მაინც ნახებ ასე თუ ისე. კარგით მეგობრებო, დაგემშვიდობებით. ისე და ისე ყველას კარგი განწყობა და შევხვდებით იმედია მომავალ საინტერესო ვიდეოებში. აი ვიდეო გამომჩა. აი ხა ელ-პასო ხო გავედი, ცოტა ხანი გავედი და აქ საზღვრები ხ ვინაიდან საზღვარი ამოწმებენ ყველა საბუთებს რა. ალბათ უფრო მკითხავენ, ვინახა რა ხარ, არა გამორიცხული შემამოწმონ და გააჩერონ მანქანა და შეამოწმონ. ნუ არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ნახოთ ახლა ამ პროცესს დაგასწრებთ. ყოველ შემთხვევაში მანქანის საბუთებს ავიღებ ასე. თუ მკითხეს თვითი რა ხარ და ალბათ მკითხავენ. საბუთები გაქვს, რეზიდენტი ხარ თუ არა. ნახოთ რა. ჩვენ ხო ყველაფერს უნებრივად და ნატურაში ვიღებთ. ნატურალურად ვაჩვენებთ მიმდინარე პროცესებს. ახლა მე რამდენჯერმე პასუხი გავეცი რა, რომ აი ხლა ძრავის ხმა ხარ ისმის, იმიტომ ნელა მივდივარ, მაგრამ რა ვქნათ, აი უცბად ამოვიღე და გადავიღე და ახლა რო ჩავრთო ახლა ის მიკროფონი იმისი, აქვია გამომაშევონა გამომონტაჟო, ან გამომივა, ან გამომივა. ამიტომ ხდება პიტაპირის ჩვენი გადაღებები. ვიდეო
გადაღებები და ეს ვიდეორგოლების გადაღება ხდება, იმიტომ რომ რეალურად ვაჩვენოთ ყველაფერი, რაც არის და როგორც არის. არსი გადმოცეთ თავარია ჩვენთვის ეს. აქაც არის ხოლმე ხშირად რომ აი ძაღლები დადიან, აი ეს ნარკოტიკებს რო ეძებენ და ანაუ გამორიცხული, აი ძაღლებს ვერ ხედავ, მაგრამ ნუ იციან ახლა ტექნიკა და ეს ყველაფერი საშუალებას აძლევს, რა ვიცი. თუ მოინდომებენ ყველაფერს იპოვიან. აჩვენებ თავს სასაზღვრო დროს. ახლა აი ძაღლები მაქაგერ, ძაღლები ყავს ნარკოტიკები ძაღლები. ქალბატონი იყო გამიღიმა, მეც გაუღიმე და ადიო. ჩვენ წავედით. კარგით, აბა ისევ მეორეჯერ დაგემშვიდობებით. მომავალ საინტერესო ვიდეოებმა